სალამი მეგობრებო, ამ წუთებში დასრულდა სასამართლო პროცესი ლაშა ცანავასი. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა გამოიყენა ამ ივანიშვილის სასამართლომ, რუსეთს ჩინჩალაძის სასამართლომ. სრულიად უსაფუძვლოდ, არანაირი თაღლითობას ადგილი არ ქონია და თავად ლაშა ცანავამ გააკეთა განცხადება, რომ მას მოდულის შენობაში, სუსის შენობაში შესთავაზეს თანამშრომლობა და თანამშრომლობა მოიცავდა არა მხოლოდ თავისუფლებას, არამედ მოიცავდა დიდ ხელფას და პრივილეგიებს. ოღონდ მიეტანა მას ინფორმაცია ლევან ხაბეიშვილზე. ვის ხვდება, რაზე ესაუბრება, ამზადებს თუ არა ქვეყანაში მშვიდობიან დამხობას. აი ამას თხოვდნენ ლევან ხაბეიშვილის მეგობარს, რომ ეს ინფორმაცია შეეგროვებინა და სუსისთვის გადაეცა. ამ კაცმა აირჩია ღირსება, აირჩია ძმობა, აირჩია კაცობა და წავიდა ციხეში. თუმცა სრულიად უდანაშაულოდ და კი ლაშა ცანავა არის პოლიტიკური პატიმარი, კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი. ივანიშვილის ეს რუსული ხელისუფლება, ეს ჩმორების ხელისუფლება, რომელიც არა კაცობაზე, არა ვაჟკაცობაზე, არა ღირებულებებზე, არამედ აი ამ ჩმორობაზე, არაკაცობაზე დგას, უნდა დავასრულოთ. კი, 4 ოქტომბერი, კი, ერთად უნდა დავდგეთ და კიცეთ უნდა გავცეთ ივანიშვილს პასუხი. სხვანაირად ამ ბოროტებას, რასაც ჩვენ ვხედავთ, ვერ შევაჩერებთ. ამიტომ ერთად წინააღმდეგობა 4 ოქტომბერს.